19 წლის მიქაელ ღამბაშიძე სასტუმრო ჰილტონში უკვე რამდენიმე თვეა მუშაობს. მე ვარ მიქაელ ღამბაშიძე, 19 წლის პირიბგები ადრე მომივარ სამსახურში, ვისმევ პასაჟებს, ვიწვი მომივარ 9 საათზე გამოვივარ სახლიდან და 10 საათზე უკვე ვარ აქ. 10 საათიდან მუშაობ, 10 საათიდან მუშაობ და 3 საათზე მივიდივარ ისევე სახლში. მიტანად ვარ, მიტანად რომ მიიტანო რაღაცეები, მაგალითად პროდუქტები რაღაცეები და რომ მიიტანო ფერმები რაღაცეები და ვაკეთებ გაშარեցი ფერმები რაც არის მიმავთ გაშარեցხად ჩანგრები, დანაშანგრები ვაჭრებ ხოლმე, საფეკებს მახერებ ხოლმე. ყველაფერს ვაკეთებ ხოლმე და ეგ არის ჩემი სამსახური. ვაკოფილი ვარ ამ ჩემ სამსახურით, ძალიან კარგი არის პირობები არის ახლა. ვეხმარები თანამშრომლებთან ერთად ვხარისობ კარგავ თავს. მინდა რომ დავიხარჯო, რომ აი თუ ხარჯვა და თუ მუშაობა და თუ ვაკოფილება და მინდა რომ აი თანამშრომლები რომ აი პოპოზიციაში რომ მიცავ. მინდა რომ შევიტანო ხარისი. სასტუმროში მუშაობის დაწყებამდე მიქაელმა პროფორიენტაციისა და დასაქმების სპეციალური პროგრამა სოციალურ საწარმო ბაბალეში გაიარა. მაღაზიაში ეგზავნები ხოლმე პროგრამა 4 ნაწილისგან შემოქმედებითი წინაპროფესიული სტაჟირებისა და დასაქმების საფეხურებისგან შედგება, რომლებიც სხვადასხვა ასაკის ბენეფიციარებისთვისაა განკუთვნილი. კურსი, რომელსაც ეს მონაწილეები გადიან, შედარებით უფროსი ასაკის სტაჟირების საფეხურზე მყოფი ბენეფიციარებისთვისაა. ჯგუფთან ამჟამად ფსიქოლოგი და მენტორი მუშაობენ. 4-ვე საფეხურის პროგრამის მონაწილეები გადიან სხვადასხვა სახის ტრენინგებს, სხვადასხვა თემატიკაზე. მთლიანად აი ამ პროგრამის მიზანი არის ის, რომ ბენეფიციარებმა ამ პროგრამის დასრულების შემდგომ მოახერხონ დამოუკიდებლად თვითპრეზენტაციის უნარის გაუმჯობესება, რაც დაეხმარებათ უკვე საომავლოდ დასაქმებაში, საკუთარი რეზიუმეს გაკეთება ისწავლონ, ინტერვიუს პროცესში უფრო თავისუფლად მოახერხონ საკუთარი თავის პრეზენტაცია და შემოქმედებითად ვასწავლეთ აი ამ ყველაფერს. მთლიანად ჩვენი ტრენინგები არის გართვლილი იმაზე, რომ ფუნქციური უნარჩვევები გაიუმჯობესონ, მოახერხონ კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესება, ემოციების მართვა, მეტად გახსნილიც არის, მეტად თავდაჯერებულიც არის ადამიანი, როდესაც იმ პროფესიას, რასაც ეუფლება, სწორად სწავლობს, თავის თავზე არის მორგებული, თავის უნარჩვევებზე არის მორგებული სპეციალობა, თერაპიული ხასიათიც აქვს ამ ყველაფერს და საომავლოდ ალბათ უფრო გაუმარტივდებათ ხო აი ამ პროგრამის დასრულების შემდეგ ბენეფიციარებს საკუთარი თავის წარდგენაც საზოგადოებასთან, იგივე დამსაქმებელთანაც არ არის აუცილებელი ყველა მაინც და მაინც ბაბალეში დასაქმდნენ, ხო? მიზანი არის სწორედ ის, რომ სხვადასხვა ორგანიზაციამ, სხვადასხვა კომპანიამ ითანამშრომლოს აქტიურად ჩვენთან და უფრო მეტი ბენეფიციარი იყოს საომავლოდ დასაქმებული და რეალიზებული. აი ხა ჩვენი ახალგაზრდები, რომლებსაც თქვენ ხედავთ, ესენი არიან სტაჟირების საფეხურზე. და უკვე მომავალი წლიდან ჩვენ დავიწყეთ მოსინჯავს ერთადერთი მიქაელია, რომელიც როგორც თქვით უკვე ჰილტონშია დასაქმებული და დანარჩენებმა მოსინჯეს რამდენიმე კომპანიაში გაიარეს სტაჟირება და ბოლო საფეხურზე რო გადავლენ, მერე უკვე ვნახოთ რამდენიმე შემოთავაზება გვაქვს
გვაქვს 12-დან სადღაც 15 წლამდე არიან შემოქმედებით ჯგუფში. მერე ესენი იგივე ვინც არიან შემოქმედებით ჯგუფში გადავლენ სტაჟირების წინა პროფესიულ საფეხურზე, მერე გადავლენ სტაჟირებაზე და მერე დასაქმებაზე. ეს არის ეს ჯგუფი, რომლებიც არიან სტაჟირების ეტაპზე. ბევრ ადამიანს სურს ჩართვა ამ პროგრამაში და ყველაზე ესე ვთქვათ სუსტი წერტილი ეს არის ჩვენი, რომ სამწუხაროდ არა გვაქვს ფართი ამდენი 20 მოზარდის მიღება შეგვიძლია ამ წუთას და არის მოთხოვნა რომ კიდევ სხვა მოზარდებიც ჩავთოთ, მაგრამ უბრალოდ ჩვენი სივრცე ვერ იტევს ამდენ ადამიანს და ამიტომ ძალიან დიდი სურვილი გვაქვს რომ გავფართოვდეთ. მაგალითად არის პროფსასწავლებლები, ხო? და შეუძლიათ მე პროფესორებელი დაამთავრონ, მაგრამ ისინი შემდეგ არ მიყვებიან დასაქმებას ბოლომდე, დასაქმების მხარდაჭერას რაც შეეხება და ჩვენთან, როდესაც ამ პროგრამას დაამთავრებენ და 4-ვე საფეხურს გაივლიან, ჩვენი მიზანი უკვე არის რომ დასაქმების მხარდაჭერა, ანუ მიუყვეთ ბოლომდე, მოვსინჯოთ სხვადასხვა პროფესიები, რაც მათ მოეწონებათ, რაც მათ აინტერესებთ, შევქმნათ ისეთი გარემო, შევქმნათ, რაც ეს იქნება მათ საჭიროებებზე მორგებული და დავასაქმოთ. ეს მხარდაჭერის პროგრამა მოიცავს იმას, რომ ჩვენ ჯერ მივდივართ დამსაქმებელთან. მას რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჩვენმა ახალგაზრდამ უნდა მოსინჯოს. შემდეგ ხდება უკვე მუშაობა თვით დამსაქმებელთან. და აქ ამავე დროს ჩართული ვართ ჩვენც მენტორებით, ჩართულია ფსიქოლოგი, რომ რაღაცნაირად შერწყმა მოხდეს მათი მუშაობით და ვაკვირდებით ამ პროცესს. სანამ თვითონ მარტო დარჩება ამ სამუშაო გარემოში. თიხაზე მუშაობა ბაბალეს ტრადიციული რუტინის განუყოფელი ნაწილია. საახალწლო სუვენირები და ჭურჭელი ბენეფიციარებმა ჯერ ღუმელში უნდა გამოწვან, შემდეგ კი საკუთარი ხელით მოხატონ. ეხლა რა პროცესია, რასაკეთებ? ვარსკვლავებს და ნაძვის ხეს. დრაკონი გავაკეთე და ძაღლი კატაც. ამის მე ხატა. ჭრით ხო, ჭრით. დამჭრე და მე ხატა. მე მომწონს გამოწვა. ბავალეს პროფორიენტაციის და დასაქმების პროგრამა უკვე 5 წელია აქტიურად მიმდინარეობს. ეს პროგრამა არის უნიკალური პროგრამა იმ გაგებით, რომ არის საქართველოში გაკეთებული საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებით, თუმცა ჩვენი სოციალური და კულტურული თავისებურებების გათვალისწინებით მომზადებული პროგრამა, რომლის მთავარი მიზანიც არის, რომ ინტელექტუალური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები დასაქმების ბაზარზე იყვნენ კონკურენტუნარიანები. რაც იმას ნიშნავს, რომ დასაქმება, როდესაც გადაწყვეტენ ამას აქვს, როდესაც მიაღწევენ ყველანაირი უნარი და შესაძლებლობა გქონდეთ იმისათვის, რომ ჩაერთონ დასაქმების ბაზარში და მოძებნონ სამსახურები და გქონდეთ შესაბამისად დამოუკიდებელი ცხოვრების შანსი. პროგრამაში გათვალისწინებულია საქართველოს ლოკალური, კულტურული და სოციალური თავისებურებები. შესაბამისად, ჩვენს პროგრამაში მხოლოდ არ ვართ ორიენტირებულები ახალგაზრდებზე, რომლებიც ჩვენთან არიან, არამედ ორიენტირებული ვართ დასაქმების ბაზარზეც, რომ ერთი მხრივ ჩვენი ახალგაზრდები მზად უნდა იყვნენ დასაქმებისთვის, თუმცა მეორე მხრივ კომპანიები და არა მარტო კომპანიები მზად უნდა იყვნენ ჩვენი ახალგაზრდების დასაქმებისთვის, იმისათვის, რომ შექმნან ინკლუზიური დასაქმების სივრცე და ის გარემო, რა გარემოშიც მათი უნარები ყველაზე კარგად იქნება გამოვლენილი. ხანგრძლივი პროცესია, თუმცა უკვე ვხედავთ აშკარა წარმატების кейსებს, ერთი მხრივ ჩვენი ახალგაზრდების სახით, რომლებიც არიან უკვე ჩართული მაქსიმალურად დასაქმების ბაზარზე. ჩვენი ერთ-ერთი კურსდამთავრებული მაგალითად ჰილტონში მუშაობს მიქაელი, გარდა ამისა ბაბალეში სტაჟირებას გადის 3 ახალგაზრდა აქტიურად და რომლებსაც მოისურვებათ შეუძლიათ და შემდეგ დარჩნენ და დასაქმდნენ ოფიციალურად ბაბალეში. გარდა ამისა, საკმაოდ დიდ წინსვლას ვხედავთ ჩვენს მეგობარ კომპანიებში, რომლებიც მზად არიან ინკლუზიური გარემო შექმნან ჩვენი ახალგაზრდებისთვის. ერთი მხრივ უნდა გავიგოთ, რომ ბაბალეს პროფორიენტაციის და დასაქმების პროგრამა არის აუცილებელი, რა თქმა უნდა, იმისთვის, რომ ჩვენი ახალგაზრდები დასაქმებულები იყვნენ, თუმცა ეს დასაქმება არ არის რაღაც თავისთავადი თანხმრივი მიზანი. დიდი მიზანი არის ის, რომ ინტელექტუალური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს ჰქონდეთ ყველანაირი მხარდაჭერა და შესაძლებლობა იმისთვის, რომ მაქსიმალურად დამოუკიდებელი ცხოვრების იცხოვრონ.
და როდესაც უკვე დასრულები ხდებიან ჩვენი ახალგაზრდების ან ჩვენი სტუდენტების პირველი მოთხოვნა ეს აქვს რეალურად რომ უნდათ გახდნენ მაქსიმალურად დამოუკიდებლები და იცხოვრონ თავიანთი ცხოვრებით, თავად მიიღო გაწოლებები თავიანთ ცხოვრებაზე, განათლებაზე, დასაქმებაზე, პირად ცხოვრებაზე და ასე შემდეგ და ეს არის ერთ-ერთი პროგრამა, რომელიც მას ხელს უწყობს, იმიტომ რომ დასაქმების გარეშე დამოუკიდებელი ცხოვრება პრაქტიკულად წარმოუდგენელია. ბაბალის პროფორიენტაციის პროგრამას ამუშავებს ის, რომ ბაბალი არის სოციალური საწარმო, შესაბამისად ჩვენთან შექმნილი ხელნაკეთი ნივთებით, გაყიდვით თანხა აფინანსებს, ასე რომ ვთქვათ, მის სოციალურ პასუხისმგებლობას, რაც არის ეს პროფორიენტაციის პროგრამა. შესაბამისად, მხოლოდ თბილისში და მხოლოდ ჩვენთან არის ხელმისაწვდომი ეს პროგრამა და ჩვენ შესაბამისად შეზღუდული რესურსებით ამ წუთას გვყავს მხოლოდ 18 ახალგაზრდა თბილისიდან და ერთთიანეთიდან, რომელსაც შეგვიძლია რომ ეს სერვისი მივაწოდოთ. ძალიან გრძელი მოსაცდა მომლოდინათა სია გვაქვს, ასე რომ გითხრათ და უფრო მეტი სია გვაქვს კიდე რეგიონებში, სადაც საერთოდ არ არის ხელმისაწვდომი მსგავსი მომსახურებები. რეალურად არც თბილისში და არც რეგიონებში სახელმწიფო დონეზე არ არის ხელმისაწვდომი საერთოდ დაუნისწრების მქონე ადამიანებისთვის ან სხვა ინტელექტუალური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის რაიმე პროგრამა, რომელიც მათ დამოუკიდებელ ცხოვრებაზე იმუშავებდა და ამაში მხარდაჭერას გამოუცხადებდა. შესაბამისად, ჩვენი პირველი მიზანი რაც არის ის, რომ ჯერ ჩვენ თვითონ გავფართოვდეთ თბილისში და ვისაც სურვილი აქვს, ყველას მივაწოდოთ ეს პროგრამა თბილისის ფარგლებშიც და შემდეგ აჭარაში, იმერეთში, კახეთში, გურიაში ყველგან შეუძლია წავიდეს და იმუშაოს და რეალურად ეს ბოლო 1 წელი მაგალითად მაღაზიაში მუშაობდით, რომ რეპლიკაბადი ყოფილიყო. ეხლა უკვე არის რეპლიკაბადი და შეგვიძლია ხმამაღლა ვთქვათ, რომ თუ კეთილდება იქნება სახელმწიფოსგან, რომ ეს პროგრამა გახდეს სახელმწიფო პროგრამა, ამისთვის თვითონ პროგრამა სრულიად მზად არის.